წმინდა აბა დოროთე, სულის სასარგებლო სწავლანი. სწავლა მე-11, რათა ვეცადოთ აღმოფხრათ ვნებები, ვიდრე ჯერ კიდევ მცირედნი არიან და ვიდრე ჩვენი სული მათ საქმეს დასჩვევია. შეცლების დაგვარად ფრთხილად მოეკიდეთ საკუთარ თავს ძმებო და ვნებებს სძლევთ, ვიდრე ჯერ კიდევ მცირედნი არიან, რადგან მცირე სიზარმაცესაც კი დიდ ცოდვამდე მივყავართ. მივედი ერთხელ ძმასთან და ვნახე ავად იყო. საუბარში შევიტყვე, მხოლოდ 7 დღე ჰქონოდა სიცხე და აგერ უკვე 40 დღეა ვერ გამოჯამრთელებულიყო. ნახეთ რა ცუდია კაცი რომ დაუძლურდება. პირველად მავნებელ საკვებს არ ერიდება და არ იცის როცა სხეული დაუძაბუნდება, მით უმეტეს თუ თავიდანვე სუსტად იყო, ძნელად გამოჯამრთელდება. ამ ძმას მხოლოდ 7 დღე ჰქონდა სიცხე, 40 დღე გავიდა და ვერ განიკურნა. ასეა სულიც. თავიდან კაცი მცირე რამ ცოდვას ჩადის და შემდეგ დიდხანს წვალობს მის აღმოსაფხრელად. ხორციელი საქმეების შემთხვევაში მრავალ მიზეზს პოულობთ. ან წამალია ძველი და არ გვგებს, ან მკურნალია გამოუცდელი და საჭირო წამლის ნაცვლად სხვას გვაძლევს, ან თავად ავადმყოფი არ უჯერებს მკურნალს, თავისთვის რამე საზიანოს აკეთებს და ამიტომ ვერ იკურნება. მაგრამ სულიერ საქმეებში ასე არ არის, რადგან არც მკურნალია გამოუცდელი და არც ერთი სენისთვის შეზავებული წამალი მოგვეცა. ქრისტეა ჩვენი სულების მკურნალი და მან იცის თითოეული ვნების წამალი. ამპარტავნების წამლად მოგცა თავმდაბლობა, გემოთ მოყვარეობისთვის მარხვა, ვერცხლის მოყვარეობისთვის მოწყალება და ასე თითოეული ვნებისთვის შეზავებული წამალი გვიბოძა. ცხადია გამოუცდელი არც ჩვენი მკურნალია და არც სიძველის გამოა მისი წამლები ურგები. ქრისტეს მცნებები არასდროს ძველდება და ვინც რამდენად ასრულებს მათ, იმდენად განახლდება. რა კი არც მკურნალია გამოუცდელი და არც წამლებია სიძველის მიზეზით ურგები, რაღა გვიშლის ხელს განკურნებაში. კარგად იცით რომ არაფერი, მხოლოდ ჩვენი სიბოროტე, რადგან ჩვენთვის მავნებელ საქმეებს ჩავდივართ. ახლა კი ფრთხილად ვიყოთ, გამოვხიზლდეთ და ვიჩქაროთ სანამ დრო გვაქვს. რატომ ვზარმაცობთ? რამე სიკეთე ვაკეთოთ, რათა განსაცდელის დროს შეწევნა ვპოვოთ. რატომ ვღუპავთ ჩვენს ცხოვრებას? ამდენ წიგნს ვკითხულობთ, მაგრამ არ ვნაღლობთ და ამას უყურადღებოდ ვეკიდებით. ვხედავთ სიკვდილი როგორ გვტაცებს ძმებს და არ გვეშინია. ვიცით რომ ჩვენც თანდათან ვუახლოვდებით სიკვდილს. მას შემდეგ რაც ლაპარაკი დავიწყეთ, ჩვენი ცხოვრების 2 თუ 3 საათი განვლეთ და სიკვდილს მივუახლოვდით. ვხედავთ როგორ იწურება ჩვენი ჟამი და არ გვეშინია, არ ვიხსენებთ ბერის სიტყვებს. თუ ვინმე ოქროს ან ვერცხლს დაკარგავს, მის ნაცვლად სხვისი პოვნა შეუძლია, ხოლო დაკარგული დროის სანაცვლოდ ვერაფერს პოვებს. სიმართლეს ვამბობ, ამ ჟამთაგან 1 საათის ძებნას დავიწყებთ და ვერ ვპოვებთ. რამდენ სურს ღვთის ერთი სიტყვის გაგება და არ ესმის. ჩვენ კი ღვთის ამდენი სიტყვა გვესმის, უგულვებელყოფთ მათ და არ ვხიზლდებით. მერწმუნეთ ჩვენი ასეთი სიბრმავე მაკვირვებს, რადგან შეგვიძლია ცხონება და არ გვსურს. შეგვიძლია ჩვენი ვნებების აღმოფხრა, ვიდრე ჯერ კიდევ ჩვილნი არიან, მაგრამ არ გვინდა და გაძლიერების საშუალებას ვაძლევთ, რათა უკანასკნელი პირველზე უარესი იყოს. სხვა პატარა ბალახის ამოთხრა და სხვა დიდი ხისა. ვინმე დიდი ბერი
თავის მოწაფეებთან ერთად იჯდა ერთგან, სადაც სხვადასხვანაირი კვიპაროსები იყო, დიდებიც და პატარებიც. ბერმა ერთ-ერთ მოწაფეს უთხრა: ამოთხარა ეს კვიპაროსი. კვიპაროსი ძალიან პატარა იყო და მოწაფემაც მყისვე ამოთხარა ცალი ხელით. მაშინ უფრო დიდი კვიპაროსი უჩვენა. მან ისიც ამოთხარა დიდი წვალებით. კიდევ უჩვენა სხვა მოზრდილი. მივიდა, ბევრი იწვალა და ისიც ამოთხარა. შემდეგ სხვა უფრო დიდი უჩვენა. ბევრი იწვალა, მაგრამ ვერ ამოთხარა. როცა ნახა ძმა უძლური იყო, სხვას უბრძანა დახმარებოდა და ასე ორივემ ამოთხარა იგი. მაშინ ბერმა ძმებს უთხრა: აი ძმებო, ასევე არის ვნებებიც. რაც უფრო პატარანი არიან, მით უფრო უწვალებლად შეგვიძლია მათი აღმოფხრაც. ხოლო რამდენადაც მძლავრდებიან, იმდენად მეტი შრომაც გვჭირდება. და თუ მეტისმეტად გამძლავრდებიან, წმინდა კაცთა შეუწევნელად ვეღარც შრომით ვძლევთ მათ. ხედავთ რა ძალა აქვს წმინდა ბერების სიტყვებს. ასევე წინასწარმეტყველიც ამბობს მის შესახებ: ასულო ბაბილონისაო უბადრუკო, ნეტარარს რომელმან მიგაგო შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩვენ. ნეტარარს რომელმან შეიპყრეს ჩვილნი შენი და შეახეთქნეს კლდესა. გავარკვიოთ, რას ნიშნავს თქმული. ბაბილონს გულის თქმას უწოდებს. ასე ითარგმნება იგი. პირველად გული ეუბნება სულს და ამგვარად ჩადის ცოდვას. უბადრუქს კი იმიტომ უწოდებს, რომ როგორც უწინ თქვი, ცოდვა უსხეულოა, არა არსი და ჩვენი სიზარმაცით იქცევა არსად. თუ მოვიწადინებთ, ჩვენი მოწადინებით იგი უჩინარი და არარა გახდება. წინასწარმეტყველი მას მიმართავს: ნეტარ არს რომელმან მიგაგო შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩვენ. დავფიქრდეთ რა ვიცით, ან მან რა მოგვაგო, ან ჩვენ რისი მიგება გვსურს. მივეცით ჩვენი ნება და სანაცვლოდ მივიღეთ ცოდვა. წინასწარმეტყველი კი იმათ შენატრის, ვინც უკუმიაგებს მათ. ხოლო რა არის მიგება? აღარ მოიმოქმედონ იგი. კიდევ ამბობს: ნეტარ არს რომელმან შეიპყრეს ჩვილნი შენი და შეახეთქნეს კლდესა. ეს ნიშნავს, ნეტარია, ვინც თავის თავში შენ შვილებს, ანუ ბოროტ აზრებს აღზრდისა და ბოროტების აღსრულების საშუალება არ მისცა. არამედ ვიდრე ჯერ კიდევ ჩვილნი იყვნენ, ვიდრე გაიზრდებოდნენ და მასზე გააფრთებოდნენ, შეიპყრო და კლდეს, ანუ ქრისტეს შეახეთქა. იხილეთ, როგორ ერთხმად გვასწავლიან წმინდა მამები და წმინდა წერილი ვნებების აღმოფხრას, სანამ ჯერ კიდევ ჩვილნი არიან, ვიდრე მათი უკეთურება და სიმწარე არ გვიგემია. ვეცადოთ წყალობა ვპოვოთ, დავშვრეთ მცირედ, რათა ხანგრძლივად დავისვენოთ. მამებმა თქვეს, რომ კაცმა ყოველ საღამოს უნდა გამოიკლიოს, როგორ განვლო ის დღე. ასევე ყოველ დილით უნდა გამოიძიოს, როგორ განვლო ის ღამე და რაც ცოდვაც ჩაუდენია, ღვთის წინაშე მოინანიოს. ჩვენ კი ჩვენს ჭკუაზე მოვიწყვეთ. ყველას გვმართებს საკუთარ თავზე ნიადაგ დაკვირვება, თუ რა შეგვიცოდავს. ყოველმა ჩვენგანმა უნდა თქვას თავისთვის: რაიმეთი ხომ არ დავაბრკოლე ძმა? ან იქნებ რაიმე საქმისას ვიხილე და განვიკითხე. ან წვნიანი არ იყო გემრიელი, რაიმე ვთქვი, შევარცხვინე მზარეული და ვავნე. ან გულში ვიდრტვინე. გულში დრტვინვაც ცოდვაა. ასევე უნდა ვთქვათ, დეკანოს ან ვინმე სხვა ძმას ხომ არ უთქვამს ისეთი რამ, რაც არ შევასრულე და შევეწინააღმდეგე. ყოველთვის ამგვარად გვმართებს გამოვიძიოთ, თუ როგორ გავატარეთ ის დღე და როგორ განვლეთ ის ღამე. უნდა ვთქვათ, იქნებ ლოცვაზე გულმოდგინეთ არ ვიდექი, ან იქნებ ძმამ ლოცვაზე მიმიხმო და მე აღვშბოთდი, ან ვიდრტვინე. იცოდეთ, ვინც ძმას სალოცავად აღვიძებს,
დიდ სიკეთეს უკეთებს. რადგან ღმერთთან სასაუბროდ ცოდვების შენდობის სათხოვნელად და საკუთარი სულის განსანათლებლად წამოაყენებს. სწორედაც რომ ამ უკანასკნელისადმი მადლიერება მართებთ და უნდა ახსოვდეთ, რომ მისით ცხონდებიან. მოგითხრობთ დიდებულ ამბავს, რომელიც წმინდა ბერმა დიდმა წინასწარმცნობელმა მიამბო. როცა ძმები ლოცვას იწყებდნენ, ვინმე ნათელმოსილი კაცი ვიხილე. სამღვდელო სამოსელი ეცვა, საკურთხევლიდან გამოდიოდა, ხელში კოლოფის მსგავსი რაღაც ეჭირა, სადაც სიწმინდეებს ინახავენ ხოლმე. სანთელს აწობდა, ყველა ძმას ჩამოუარა და ჯვრის სახით ბეჭდავდა. სადაც არ იდგნენ, იქიდან ზოგიერთ ადგილს ბეჭდავდა, ზოგიერთს კი გვერდს უვლიდა. ეკლესიიდან გამოსვლის ჟამს იმ ბერმა კვლავ იხილა იგი საკურთხევლიდან გამომავალი. წინანდელივით მოიქცა. ერთ დღეს ბერმა მას ხელით ჩასჭიდა, დაუჩოქა და სთხოვა ეთქვა, ვინ იყო და რას ნიშნავდა მისი მოქმედება. მან უპასუხა, მე ღვთის ანგელოზი ვარ და ნაბრძანები მაქვს ყველა ძმას, ვინც ლოცვის დაწყებიდან დასრულებამდე ლოცულობს, გულმოდგინებისთვის ეს სიწმინდე მივცე. ბერმა უთხრა, სადაც არ დგანან, ზოგიერთ ადგილს ჯვარს რომ ცხებდა, ზოგიერთს არა. წმინდა ანგელოზმა მიუგო, სიწმინდე იმათაც ეძლევათ, რომელ ძმებსაც ლოცვას წადიათ, მაგრამ უძლურნი არიან და მამების ბრძანებისამებრ ისვენებენ. ასევე ვინც მორჩილებას ასრულებს და ეკლესიაში მოსასვლელად არ სცალია, იმათაც ეძლევათ. მხოლოდ იმათ არ ერგებათ, ვისაც ადგომა და ლოცვა შეუძლია, მაგრამ სიზარმაცის გამო არ დგება. მხოლოდ მათ არ ერგებათ, რადგან თავიანთ თავს თავადვე ხდიან უღირსად. ნახეთ ძმებო, რაგვარი სიკეთისკენ მიუძღვის თავის ძმას ის, ვინც საეკლესიო მსახურებისთვის წამოაყენებს მას. ახლა კი გაისარჯეთ, რათა არ მოაკლდეთ წმინდა ანგელოზის ბეჭედს და თუ ვინმე თქვენგანს ეძინოს, ან ადგომა დაეზაროს, როცა მეორე ძმა მოუხმობს, კი არ აღშფოთდეს, არამედ ვინც უნდა იყოს, იმას ემადლიერებოდეს. მონასტერში როცა ვიყავი, მამასახლისმა მე სტუმრად გამამწესა. ნაავადმყოფარი გახლდით, ბევრი სტუმარი მოვიდა, მათი მიღება მომიხდა. მოვიდნენ მეაქლემეებიც, ისინიც მივიღე და მოვემსახურე. გვიანი ღამე იყო, როცა დასაძინებლად გავემართე. ის იყო დავწექი, რომ რაღაც სხვა საქმე გამოჩნდა. მოვიდნენ და ამაყენეს. წავედი, გავაკეთე ის საქმე. შემდეგ დასაძინებლად გავეშურე. როგორც კი მიმერულა, მყისვე მნათე მოვიდა და სალოცავად მიმიხმო. მე კი დაღლილი და ნაავადმყოფარი ვიყავი. ცოტა თავკისერი მიხურდა და შეუძლოდ გახლდით. ვუთხარი კეთილი, ღმერთმა მოგცეს სიყვარულის მადლი. მიბრძანე ბატონო მოვალ, რომ წავიდა ისევ ჩამეძინა. გულს ძლიერ მაკლდა სალოცავად წასვლას რომ ვაგვიანებდი. ის კი არ მეშვებოდა და მეძახდა. მაშინ მამას ორი ძმა ვთხოვე, რათა ერთს გავეღვიძებინე, ხოლო მეორეს ყურადღება მოექცია არ ჩამძინებოდა. მერწმუნეთ, ისე მივიჩნევდი ორივეს, თითქოს მათ ხელთ იყო ჩემი სიცოცხლე. თქვენც ასევე გმართებთ მათი მადლიერება, ვინც სალოცავად გაღვიძებთ, ან რამე კეთილი საქმისთვის წაგაქეზებთ. როგორც ვთქვით, კაცმა ნიადაგ უნდა გამოიძიოს, როგორ განვლო ის დღე თუ ღამე. ყურადღებით თუ იდგა ლოცვაზე, გონება ხომ არ გაეფანტა, გულმოდგინედ თუ მოусმინა წაკითხულს, ხომ არ დატოვა ეკლესია და გასართობად ხომ არ გავიდა. თუ კაცი ამგვარად დაუკვირდება თავის თავს და რაც ცოდვასაც აღმოაჩენს, მყისვე ღვთის წინაშე მოინანიებს, თანდათან ვნებებს ძლევს, 9-ს ჩადიოდა 8-ს ჩაიდენს და ასე ღვთის შეწევნით ვნებების აღზევება გაძლიერებას არ დაუშვებს. როგორც ვახსენე, საძაგელია და მძიმე,
როცა კაცი რამე ბოროტებას დაეჩვევა, რადგან ასეთი ვერ განიკურნება წმიდა ადამიანების შეუწევნელად. გინდათ მოგითხროთ ფრიად სატირალი ამბავი. მონასტერში როცა ვიყავი, არ ვიცი რატომ ცდებოდნენ ძმები, თავიანთ ძრახვებს მე მიზიარებდნენ. მამამ ამაზე ზრუნვა მიბრძანა. ერთ დღეს ჩემთან ვინმე ძმა მოვიდა და მითხრა: მამაო, შემინდე და ილოცე ჩემთვის, რადგან საჭმელს ვიპარავ და ვჭამ. მე ვუთხარი, რატომ შვილო, გშივდება? მან მიპასუხა: ჰო, მშივდება, რადგან ძმებთან ერთად ჭამა არ მყოფნის, მე კი ვერ ვითხოვ. ვუპასუხე: რატომ არ მიდიხარ და არ ეუბნები მამას? ხოლო მან მითხრა: მრცხვენია. ვუთხარი, გინდა მე ვუთხრა. მომიგო, როგორც გნებავს. წავედი და მამას ვუთხარი. მან კი მიპასუხა: გამოიჩინეს სიყვარული და რაც მისთვის უმჯობესია, ისე მოიქეცი. მაშინ იგი მზარეულთან მივიყვანე და მის წინაშე ვთხოვე. გამოიჩინეს სიყვარული და როცა კი ეს ძმა შენთან მოვა, მიეცი რასაც მოისურვებს. მან მომისმინა და მითხრა: როგორც მიბრძანე, ისე მოვიქცევი. ძმამ რამდენიმე დღე დაჰყო ასე. შემდეგ მოვიდა და მითხრა: შემინდე მამაო, ისევ დავიწყე მოპარვა. მე კი ვკითხე, რატომ? ნუ თუ მზარეული არ გაძლევს, რაც გინდა. მიპასუხა: მაძლევს, მაგრამ მე მრცხვენია. მივუგე, მაშ ჩემი გრცხვენია? არა, მიპასუხა მან. ჩემთან მოდი და მე მოგცემ, ვუთხარი მე. იმჟამად უძურთა მსახურება მევალა, სანოვაგე მებარა და რაც სურდა ვაძლევდი. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ისევ დაიწყო მოპარვა. მოვიდა და დამწუხრებულმა მითხრა: ისევ ვიპარავ. ვუთხარი, რატომ? არ გაძლევ, რაც გინდა. მიპასუხა: ჰო, მაძლევ. მივუგე, ხომ არ გრცხვენია? თქვა: არაო. მაშინ ვკითხე, რაღაცო მიპარავ. მომიგო, არ ვიცი რატომ. ვიცი რომ ვიპარავ. მაშინ უთხარი: სიმართლე მითხარი, რას უშვები მოპარულს? მან მომიგო, ვირს ვაძლევ. აღმოჩნდა რომ ძმა იპარავდა პურს, ფინიკს, ლეღვს, ხახვს, რასაც იპოვიდა ლოგინის ქვეშ ან სხვა რომელიმე ადგილას მალავდა და როცა გაფუჭებულს ნახულობდა, მიჰქონდა და აგდებდა, ან სახედარს უყრიდა. ხედავთ რა საშინელებაა, როცა კაცი რამე ვნებას დაეჩვევა. იცოდა ბოროტებას ჩადიოდა, გულნაკლული იყო და ტიროდა, მაგრამ ჩვეულებას ძლევდა უბადრუქს. კარგად ამბობდა მამა ნისთერეონი: რავნებისგანაც იძლევიან, იმისი მონახდებიან. ღმერთმა გვიხსნას ბოროტი ჩვეულებისგან, რათა ჩვენც არ გვითხრას: რაიმე სარგებელარს სისხლთა ჩემთაგან შთათუვიდე მე განსახრწნელსა. აჰა, ხშირად მithქვამთ თქვენთვის, რომ ჩვეულების წყალობით კაცი ან სიკეთემდე მიდის, ან ბოროტებამდე. კაცი რომ ერთხელ განრისხდება, მას მრისხანე არ ეწოდება. არც მაშინ ეწოდება მეძავი, როცა ერთხელ ისიძვებს. არც მაშინ ქვია მოწყალე, როცა ერთხელ გაიღებს მოწყალებას. არამედ სიკეთეცა და ბოროტებაც ზედიზედ ქმნით ხდება სულისთვის ჩვეულება და შემდეგ ეს ჩვეულება ტანჯავს ან შვებას გვრის მას. თუ როგორ გვრის სათნოებას სულს შვებას, ან როგორ ტანჯავს მას ცოდვა, გეტყვით. ხშირად მithქვამ, სათნოებები ჩვენია და ჩვენივე ბუნებისაა. რამდენადაც აკეთებს კაცი სიკეთეს, იმდენად სათნოებაც მისი ბუნება ხდება და კაცი ისევე ჯანსაღდება, როგორც ნეულებიდან მიდიან ხოლმე გამოჯანმრთელებამდე, ან როგორც ბრმას უბრუნდება ხოლმე ბუნებრივი თვალისჩინი. ხოლო როცა რამე უცხო ბოროტებას ჩავდივართ და ჩვენი ბუნებისთვის უჩვეულო ჩვევას ვიძენთ ბოროტების ზედიზედ ქმნით, მაშინ ბოროტის სენით ისევ სნეუდებით, რომ ვეღარ ვჯანსაღდებით წმინდანთა შეწევნის, ლოცვისა და ცრემთა ღვრის გარეშე, რომელთაც ჩვენთვის ღვთისწყალობის მოტანა შეუძლიათ. როგორც ხორციელი სნეულების დროს ზოგიერთი საკვები შავი ნაღულის გამომწვევია,
მაგალითად კომბოსტო, ოსპი ან სხვა რამ ამდაგვარი, მაგრამ კომბოსტოს ან ოსპის ერთხელ ჭამით კაცს შავი ნაღველი არ ზდის, ხოლო თუ შავი ნაღulis გამომწვევ საკვებს ხშირად შეჭამს, შავი ნაღველი მოემატება, სიცხე აუწევს, სიცხისგან დაიწვება და ამით კაცს ბევრი სნეულება შეეყრება, მსგავსადვე როცა სული ზედიზედ რამეს ცოდავს, შემდეგ ეს ცოდვა ტანჯავს, რადგან უკვე დაჩვეულია მას. იცოდეთ, არსებობს კაცი, ვისაც თავად აქვს ბრძოლა რამე ცოდვის მიმართ და თუ ერთხელ მაინც ჩაიდენს, ამ ერთგზის ქმნით იგი მეხსეულად ხდება მისი ჩვეულება და ვეღარ უმკლავდება მას მსგავსად კაცისა, ვისაც შავი ნაღველი აწუხებს და მავნე საკვების ერთხელ ჭამით ნაღulis მყისიერ დენას იწვევს. ახლა კი სიფხიზლეს სწავლა და შიში გუმართებს, ბოროტი ჩვეულება რომ არ შევიძინოთ. მერწმონეთ თუ კაცი ერთ ვნებას დაეჩვევა, დაისჯება, რადგან ხშირად კაცი 10 კეთილ საქმეს ჩადის და ერთ ბოროტებას ჩვეულებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვევით გაკეთებული ეს ერთი ბოროტება სძლევს ხოლმე 10 სიკეთეს. არწივი მთელი სხეული თუნდაც გარეთ კონდეს და მხოლოდ ბრჭყალით გაებას, განა მახეში არ არის და მონადირე განა მაშინ არ მოკლავს, როცა მოისურვებს. სულიც ასეა, ერთი ვნებაც თუ ექნა, როცა მტერი მოისურვებს, დასცემს, რადგან ამ ვნებით მასზე ძალაუფლება აქვს მოპოვებული. ამიტომ ნიადაგ გეუბნებით მოიცილეთ ყოველი ბოროტი ჩვეულება, ამიერიდან ყოველგვარი ბოროტი საქმისგან განვიწმინდოთ თავი. დღე და ღამ ვევედროთ ღმერთს, განსაცდელში არ აღმოჩნდეთ, მაგრამ თუ ვიძლევით როგორც კაცნი და შევწოდავთ, ვიჩქაროთ სწრაფად აღმოვხვრათ იგი, ღვთის წინაშე მოვინანიოთ, ცრემლივ ღვაროთ გამოვხიზლდეთ, თავი განვიწმინდოთ და როცა ღმერთი ჩვენს გულმოდგინებას, თავმდაბლობასა და გულშემოსვლილებას დაინახავს, ხელს გამოგვიწვდის და წყალობას მოგვივლენს. ამინ.